გამარჯობა, დღეს 27 თებერვალია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 2002 წლის 27 თებერვალს დაიბადა ამერიკელი კალათბურთელი ჯონი დეივისი. ის თამაშობს NBA-ის გუნდ ვაშინგტონ ვიზარდსში. 1995 წლის 27 თებერვალს დაიბადა სერბი ფეხბურთელი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი. 1990 წლის 27 თებერვალს დაიბადა ამერიკელი მსახიობი ლინდსი მორგანი. 1970 წლის 27 თებერვალს დაიბადა ფრანგი სოპრანო პატრისია პეტიბონი. 1995 წლის 27 თებერვალს დაიბადა ჩეხი ფეხბურთელი ტომას სოუჩეკი. 1994 წლის 27 თებერვალს დაიბადა კანადელი ჰოკეისტი მაიკ მეთესონი. 1993 წლის 27 თებერვალს დაიბადა ფრანგი ფეხბურთელი ალფონს არეოლა. 1993 წლის 27 თებერვალს დაიბადა ამერიკელი ყოფილი კალათბურთელი და ამჟამად სპორტული ანალიტიკოსი დევინ ჰარისი. მისი კარიერა NBA-ში მოიცავს 15 სეზონს, ძირითადად ნიუ-ჯერსი ნეტსის და დალას მავერიქსის გუნდებში. 1999 წლის 27 თებერვალს დაიბადა ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი. ის არის ევროპის სამგზის ჩემპიონი, 4-ჯერ ვიცე-ჩემპიონი და ერთხელ ბრინჯაოს პრიზიორი. ასევე მსოფლიოს ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ორგზის ჩემპიონი ახალგაზრდებში. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1978 წლის 27 თებერვალს დაიბადა ქართველი ყოფილი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად პოლიტიკოსი კახა კალაძე. კარიერის პიკში კალაძე თამაშობდა მილანში, სადაც 9 წელი გაატარა. ამ პერიოდის მანძილზე მან მილანის შემადგენლობაში არაერთი ტიტული მოიპოვა. მათ შორის ერთხელ იტალიის ჩემპიონობა, ერთხელ უეფა-ს სუპერთასი და ორჯერ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2003 და 2007 წლებში, რაც აქამდე არცერთ ქართველ ფეხბურთელს ჯერ არ გაუკეთებია. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.